მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო, ჩვენ ვართ კარგხასიათზე და უფრო კარგხასიათზე დავდგებით ახალ წელს. ჩემი აზრით ძალიან კარგი წელი გველოდება. ჩვენ ვიწყებთ წლის შეჯამებას კონსერვატორიაში. თითოეული მათგანი ჩვენთაგანი ჩვენი გუნდის წევრი შეაჯამებს 20 წელს და პროგნოზსაც ვიტყვით ბოლოში. მე დავიწყებ თქვენის ნებართვით. მითების მსხვერპლის წელი იყო 24 წელი. მითი იმის შესახებ რომ აქაური ლიბერდებილური და დასავლურ-ვასალური საზოგადოება ოდნავ მაინც ძლიერია და ადეკვატურია დაიმსხვრა. მითი იმის შესახებ რომ შეუძლიათ გადამწყვეტი გავლენის მოხდენა ამერიკელებს, ანუ შესაბამისად ევროპელებს, ეს მითი ჩვენთან დაიმსხვრა. მითი იმის შესახებ რომ ბიზნესმენებს, რომელსაც ლოგიკა და ფულის თვლა ყველაზე მეტად უნდა ეხერხებოდეს, გააჩნიათ ეს ლოგიკა და ფულის გარდა გააჩნიათ ეს ლოგიკა დაიმსხვრა, იმიტომ რომ ჩვენ უყურებთ ახლა საშინელ სამარცხინო სანახაობას, ბიზნესებს არ ჩამოსული ბევრია. ადამიანები აქ ევროპულ რევოლუციას ახდენენ და ოკუპანტებთან ფულს შეულობენ. თავისთავად რუსეთთან ფინანსური თუ ბიზნეს თანამშრომლობა ცუდი არ არის, არც ბელორუსთან მომხრე ვარ, ფული უნდა აკეთო ყველგან, მაგრამ როცა შენ ამ ფულით მე აფინანსებ აქ არეულობას ევროპელების ეგიდით, ეს არის ფარისეულობა, იდიოტობა და იმის იმედი გაქვს, რომ ამას არ ამოგიყირავებენ და არ ამოგიტრიალებენ. ეს მითია, რომ ამას ჭკუა ბევრ ბიზნესმენს დაიმსხვრა. მითი ოპოზიციური მედიის გავლენების შესახებ ასევე დაიმსხვრა, იმიტომ რომ რა დღეში არიან ხედავთ. გამყარდა მითი, რომ მზექალა არის ეს მითი მეგონა და გამყარდა ეს მითი, მე მეგონა მითი, როცა ნიკუტა მას მზექალად მოიხსენებდა და გამყარდა ეს მითი არ აღმოჩნდა, სინამდვილე აღმოჩნდა ეს რომ მართლა მზექალა პირიქითა პროცესიც გვაქვს. ხო? ეხა ჩვენ კვირას რა მოხდება არ ვიცით. კუდით გამოებმა თუ არა სასახლის ბოძს და გამოაცემენ თუ არა ბულდოზერით, ეგ არ ვიცით, მაგაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ. მოკლედ, ეს წელი იყო ჩვენთვის მითების მსხვერპლის წელი, ჩვენი სუვერენიტეტის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯების წელი. ჩვენ გავუძელით ფერად რევოლუციის მორიგცდელობას, გავუძელით და არ შედგა მაიდანი პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების, ჩვენი პოლიციელების და უშიშროების სამსახურის ბიჭების დამსახურება, დიდი მადლობა მათ და ულოცავ ახალ წელს მაგრად იყავით ბიჭებო, დიდი მადლობა ქართველებისგან, რომ დაგვიცავით და რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა და ჩვენ არ ავყევით აი ამ სიგიჟეებს და ხალხი მასობრივად ქუჩაში არ გამოვიდა, გამოვიდა მარგინალური ნაწილი, ბოლოს ეს ყველაფერი ტატუ მასტერების და მეექვსე სკოლელების და უნიჭო თეატრალების და ზუკავიკების, ზუკა ინჟინერების მარშად დასრულდება ალბათ, ანუ დაიწყო როგორც დიდი იდეა და დასრულდა როგორც ფარსი. ეს ყველაზე კარგია რაც ახლა მოხდა. ჩვენ დავამტკიცეთ, სოფლიოს დავამტკიცეთ, რომ ჩვენ თავის ბატონ-პატრონი ჩვენ ვართ. შეიცვლება რა თქმა უნდა დამოკიდებულება ჩვენდამი ამის გამო. არის დიდი გამოწვევების წელი, მომდენო წელი და ეს გამოწვევები გამოჩნდა წელს. პირველ რიგში, ჩემი აზრით, ჩვენთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ოტომანების იმპერიის აღდგენის მცდელობა ჩვენს სამეზობლოში და ძალიან კარგია, რომ ამ თურქეთის პრეზიდენტმა მიულოცა ჩვენს პრეზიდენტს ხურვალედ და პაუზის შემდეგ, მაგრამ მაინც ხურვალედ მიულოცა და არჩევა. ეს საჭიროა ჩვენ გვინდა ამ ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა, ხო? სოფლიოში ცეცხლი გიზგიზებს, ჩააქრობს თუ არა ამას ტრამპი. ერთ-ერთი რა თქმა უნდა მთავარი მოვლენა სოფლიოსთვის ეს ტრამპის არჩევაა. ჩააქრობს თუ არა ტრამპი აი ამ ცეცხლს არავინ არ იცის. ჯერჯერობით რასაც უყურებ მონროს დოქტრინის გარშემოტრიალებს, იმიტომ რომ იქ კანადას უყურებს, იქ მექსიკას, პანამას, გრენლანდია იქვე არის კი ბატონო, სადაც კარგად შეიძლება ბაზების მოწყობა, სამხედრო ბაზების და ამ ინფრასტრუქტურის გავრცელება. ნუ დანიას რა თუნდა გრენლანდია ეგრე ამბობს რა. ხო და კანადას შტატად მოიხსენიებს. ტრუდოს გუბერნატორი. რა უცნაური, აი ესე ბულდოზერით თავხედურად იქცევა და სიტყვას ვერ ამბობს. სად არის ჩვენზე რომ ესე აღშფოთდნენ და ჩვენზე რომ
პრაქტიკულად ამერიკის მომავალ პრეზიდენტმა საერთაშორისო მასშტაბებით დაარღვია სუვერენიტეტი კანადის. სად არის გასული სრულად თანამეგობრობა? აი, ამერიკაა და არ შეიძლება, ხო, ესე იგი ამერიკას ვერ უხურებ. ძალიან კარგი, ყველა იმას იღებს. რისი ღირსიც არის, ესეთ ცხოვრებისეული სიბრძნა. მონროს დოქტრინის გარშემო ტრიალებს სამყარო და მომავალი წელი იქნება დალაგების წელი, ან ომის დასრულების ალბათ ბოლო-ბოლო დასრულდება ეს ომი. სამწუხაროდ უკრაინა ალბათ აღარ იქნება, ის ქვეყანა აღარ იქნება, რა თქმა უნდა, რომელიც არის, მაგრამ ძალიან დიდი საფრთხეა, რომ ბანდუსტანად გადაიქცოს, იმიტომ რომ ჩვენ თავზე ვიწვნიეთ, რა არის წაგებულ ომში დამარცხებული ქვეყანა, რას ნიშნავს, ეს არის უკონტროლო თარეში ბანდების, ბევრი იარაღი, ეკონომიკა განადგურებულია, ეხლა დღესაც და გუშინაც ბომბავდნენ ენერგო ინფრასტრუქტურას და პორტებს. ძალიან ბევრი უკრაინელი ნახევარზე მეტი გაქცეულია, გაქცევა უნდა და ეს დიდი პრობლემა, ძალიან დიდი პრობლემა იქნება. რუსეთი მიაქცევს იმას, რომ უკრაინას არ მიიღებენ ნატოში და იქნება ბუფერი, თავის ტერიტორიებს წაიღებს, ბუნებრივია. მე შემდეგ ვისი ჯერი დადგება და ვინ დაისჯება რაღაცა სიგიჟეების გამო, ეგ არავინ არ იცის. ყოველ შემთხვევაში ფიცო აგერ ჩავიდა რუსეთთან, პუტინთან მოსალაპარაკებლად, გაზის პრობლემა აქვს მის ქვეყანას. მოკლედ, რუსეთისთვის ეს წელი არ იქნება წარუმატებელი იქნება ევროპის რიგი ქვეყნების და პირველ რიგში უკრაინისთვის. ჩვენ შევდივართ მომავალი წელი იქნება, ჩემი აზრით, იქნება ახალი დალაგების დასრულებისო ვერ ვიტყვი, მაგრამ დაწყების საკითხი. ჩვენ შეიძლება მოხვდეთ ისეთ შვიდ სიტუაციაში, ნაცარქექის პოზიციაში ყოფნით, დავამარცხოთ ის მონსტრები, ერთმანეთს დავამარცხებინოთ ეს მონსტრები და ჩვენ გადავჭეთ. ცისკარაში რო არის, ფილმში რო არის, დაახლოებით ის შეიძლება მოხდეს. ვერთმან კარგი ყურით გვისმინოს, მეგობრებო და ესე მოხდეს. ჩემი მხრივ დიდი მადლობა მინდა უთხარი უკვე ჩვენს ძალოვან სტრუქტურებს, დიდი მადლობა უნდა უთხრა ხალხს, ჩვენს ხელმძღვანელობას, პოლიტიკურს, ბიძინა ივანიშვილს პირველ რიგში. დიდი მადლობა ჩემი ტელევიზიის, ჩვენი ტელევიზიის თანამშრომლებს. ზედმეტი თავმჯდომარეობის გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენმა ტელევიზიამ არ შეასრულა ძალიან მცირე როლი, რასაც მშვიდობის შენარჩუნება ჰქვია, არ ვაჭარბებ ამ როლს, მაგრამ არც მინდა დაკნინება და მე მიხარია, რომ ეს მეც მაქვს ამ საქმეში მონაწილეობა მიღებული. ხოთ. შალო, ჩემი აზრით ეს წელი მე შენსაც გავაგრძელებ ამშვენებლად, რომ მართლა რა მთელი რიგი თემები, რომელზეც ადრე ვლაპარაკდით და ეხლა უკვე დავიწყეთ ლაპარაკი. რა სულ მინიმუმ ის, რომ საქართველოში ვიღაცებმა შეკითხვა დასვეს, რომ ევროპასაც ხო არა აქვს ინტერესი და ევროპა დღის და ანუ ყოველდღე არ იღვიძებს იმ აზრით, რომ აი საქართველოში რაღაცა მარტო სიკეთე გააკეთოს, ეს უკვე ბევრს ნიშნავდა და სინამდვილეში საქართველოში გარდატეხა მოხდა რა, რომ ჩვენთან გამოჩნდა პოლიტიკური პარტიები, მოძრაობები, ხალხი, საზოგადოება, რომელსაც აქვს შეკითხვები, რა გვინდა, რას ველოდებით, რისთვის ვომობთ, რატომ უნდა ვიომოთ, რატომ არ უნდა ვიომოთ, ანუ ის ჩვენ ვსვამთ იმ შეკითხვებს, რომელზეც რის უფლებაც ადრე არ გქონდა. ახლა ჩვენ ახლა ვიცით, რომ მაგალითად საქართველოსგან მოითხოვდნენ ისეთ რამეს, რაც საქართველოს ინტერესებში საერთოდ არ შედიოდა. ადრე ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებდით. ეხლა ამაზე ვთქვით ვარ და ამაზე რეალურად გვაქვს პრობლემები. გარდა ამისა, ჩემი აზრით, შალო ძალიან მნიშვნელოვანია წელს ისიც, რომ მე მაგალითად ძალიან მომწონს ის ტენდენციები, რომელიც არის მაგალითად ქართულ სოციალურ მედიაში, რა ამბობ. მაგალითად პირველად გამოჩნდნენ ხალხი, რომელსაც უკვე ანუ რომელმაც გამოვიმუშავეთ და გამომუშავებული გვაქვს იმუნიტეტი მაგალითად ამ სოციალური ბულინგის მიმართ რა. იმიტომ რომ შეხედეთ ახლა ორი სიტუაცია რომ საქართველოში არის, ანუ ისინი არიან ჩვენზე ბევრად ნაკლები ობიექტურად. ისინი მეცაც გეტყვით, ანუ ისინი არიან ჩვენზე ნაკლები და ისინი მიმართავენ მთელ რიგ საშუალებებს, რომ მოახდინონ ბულინგი და სამწუხაროდ ძალიან ბევრმა ამას ვერ გაუძლო. მაგრამ უკვე არიან ძალიან ბევრი ადამიანები სოციალურ მედიაში, სხვადასხვა ტელემედიაში და ასე შემდეგ, ვისაც შეუძლია გასცეს პასუხი ამ ადამიანებს, რომელსაც უკვე შეუძლიან დასვან ახალი შეკითხვები, რომელზეც მომავალში მოუწევს ჩვენს ასე ვთქვათ მთავრობებს პასუხის გაცემა და მე ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი მგონია, იმიტომ რომ ახლა ფაქტია, რომ ჩვენ ნახეთ, რომ NGO სექტორი, მედია
ეს არის ხალხი, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ საქმეში ჩაერთონ, ოღონდ რაღაცა მცირე სიგნალი იყოს გარდან. ხო ვუყურებთ, ხო რომ რაღაცა რო თქვა რომ მორჩა დამთავრდა ვიღაცა გრძო სენატორმა რაღაცა თქვა და всё მორჩაო რა. ხო არა დამთავრდაო და რა პრობლემა ალეკოსო შევთავაზოთ. ალეკოს ნაირებს. რა გვინდა მაშინ არჩევნები? გამოვიდეს ის სენატორი და თქვას ვინ უნდა იყოს. რა პრობლემაა? შალვა, ყველაზე საცხილო ისი რა არის? რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში შენ შეგიძლია პირდაპირ ფული გადაიხადო და იყიდო. და მაგრამ ეს თუ ისე დიდი ფული. არა, $2000 ლაპარაკი. $2000 სენატორ ვილსონის პოსტი საქართველოსზე, ისე გეუბნები, პირადად გეუბნები, შეიძლება იყიდო, რა, იმიტომ რომ ჯიგრულად გააკეთო. ანუ ჩვენნაირი ქვეყანაზე, რომელიც ამერიკაში მეეჭვება, რომელიმე სენატორებს უნდა მიცოდეს სად არის და რითგან სხდება მათი ჯორჯიისგან, ხო? რაღაცაზე რო აი ესეთი ღმა დეტალები მიცოდეს. კი, დაწუნებული $2000. ანუ აქ არის სასაცილო რომ ჩვენ ანუ ეხლა უკვე ვიცით რომ ნუ ერთი ალეკო ელისაშვილი წამოეგო მსგავსი სულით და ნუ ალეკო არ არის ჭკვიანი ადამიანი და არც ისეთია რბილად რო თქვა მაგრამ ახლა საქართველოში მოსახლეობა უკვე აღარ ეგება მსგავს რამე მე მახსოვს ხალხო 5 წლის წინ მე რო ტელევიზიაში რასა მოვედი აი რასა იოკნავიჩიანი თუ რა ქვია ჟიგიმანტასი პაულინიოს და კუბილიოს რაღაცას რო იტყოდა გლოვა ქონდა და ქვეყანას ეხლა ხო აღარ ეხლა ეს ჟიგიმანტასი გადაიქცა გიჟიმანტასად რომელსაც ყველა ადამიანი ვიცით როგორ ქვია მაგრამ ვეძახეთ გიჟიმანტას ყოველგვარი სინდისის ხეჯნის გარდა და ეს როთი და ეს ვიღაცა აბსოლუტური პერვერტები ფეხებზე კიდია კიდევ ერთი დეტალია რა აი რატო არის როთი მნიშვნელოვანი რა აი და აი რატო არის როთის მაგალითი ევროპის დეგრადაციის აღმნიშვნელი ანუ ადრე იყო როგორ რა რომ ჩამოვიდოდა ევროპელი და გვეტყოდა რაღაც ისეთ სისულელეს რა ნორმალური ადამიანს რომ ისმედი ხვდებოდი რომ გაბოლებენ რომ აი საქართველოს ხართ ევროპის აკვანი ანუ ლისაბონის დედავატირე თბილისი ყველაზე მაგა ქალაქია და ამას გვეუბნებოდნენ ნუ გვიხაროდა ეხლა ესეც კი არ მოხდა. ანუ ეხლა ჩამოვიდა ადამიანი გერმანიის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე და რომელსაც გვითხრა რომ მართლმადიდებლობა არ ჭირდება. არა, ცუდიაო. ცუდია, ან წარმოგიდგენიათ რომ ანუ ქვეყანაში და მე უნდა მოусმინოთ იმას. ქვეყანაში სადაც მოსახლეობა გათხოვილი დიდი ნაწილი არის მართლმადიდებელი, ან როგორც მე მართლმადიდებელი კულტურის წარმომადგენელი ჩამოდის ვიღაც ტიპი და გვეუბნება რომ რასში გინდათო და ეს სუდიაო ხო აი ნუ აი ხო და ანუ ეს უკვე ანუ ეს არის მაგალითი რომ ევროპაში რაღაც პრობლემები აქვს ადრე ხო მაგას არის ამდენ კი შეიძლება შიდა თემებში შენ არ გეტყოდნენ საჯაროდ პროფესიულ რაღაც ჟურნალებში და რაღაცებში საჯაროდ არ გეტყოდნენ დაეწერათ და ეთქვათ მაგრამ საჯაროდ თბილისში არა ხოსისულელე ხო ისტორიკოსის აზრი. კი ბატონო, მოდი ჯერ დავიწყოთ გლობალურად რა. კი ბატონო. ეს არის წელი, ეს იყო წელი, როდესაც ორჯერ მოხდა თავდასხმა პრეზიდენტობის კანდიდატზე და ამის მიუხედავად, ხო ამერიკაში და ამის მიუხედავად დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ეს არის წელი, სადაც ევროპის ცენტრში, გერმანიაში პოლიტიკური კრიზისი მოხდა, აი ახლა სულ უდემე დღის წინ და პრაქტიკულად თავრობა დაიშალა და ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაატარა. კი ბატონო. რაც იმას ნიშნავს პოლიტიკური პრობლემებია, ხო, სერიოზული. ეს არის წელი, სადაც ის ადამიანები, რომლებიც აქამდე გმირები გვეგონა, მე გულისხმობ ჰოლივუდის პერსონაჟებს, ვარსკვლავებს, აღმოჩნდნენ ჩათრეული ისეთ სკანდალში, სადაც ორი მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის პედოფილია და მეორე ეს არის ესე იგი სექსუალური მონობა, ხო? არის იყო და ეს ადამიანები გამოდიოდნენ და საუბრობდნენ იმაზე, რომ თქვას გვასწავლ რაღაც LGBT უფლებებზე, ადამიანის უფლებებზე გველაპარაკობდნენ, იმიტომ რომ პადუაში მონახ ყავდათ, სექსუალური მონახ ყავდათ და პედოფილები ბავშვებზე ეგ ის ხალხია. და აჩვენა კიდე რომ აი ეს ხალხი, ვინც ამ სკანდალში იყო ჩართული, ტრამპის წინააღმდეგ იყო ძირითადად და ის ხალხი მე ხა ერთ ქვაში არ მინდა რომ მოხარჯო, ჰოლივუდში იყო ასევე სხვა ადამიანები. კლინტ ისტვუდი ცოცხალია კიდე. რომლებიც ტრამპს უჭერდნენ მხარს და აღმოჩნდა რომ ის ვინც ტრამპს უჭერდა მხარს, ისინი არ იყო ჩართული. ეს ძალიან დიდი ესეთი მნიშვნელობა აქვს. ანუ მოხდა რა, რაღაცა ფასეულობათა სისტემის შეცვლა. რყევა, ძალიან სერიოზული რყევა მოხდა და ეხლა ის უკვე ყველას გვესმის რომ აი ამ რაღაცა ესე იგი ზედაპირის რაღაცა უფლებებზე საუბრის ზედაპირის მიღმა არის ძალიან დიდი ჩაგვრა, ძალიან დიდი ტოტალიტარული კი არა, მონათმფლობელური რაღაც აზროვნების ფორმა. ადამიანებს არ აღვიქვავენ. მე ადრე უფრო რაღაცა ტოტალიტარიზმის სიტყვებით მოიხსენებ. ეხლა პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არის მონათმფლობელური აზროვნების რაღაცა სისტემა, სადაც აი მაგალითად
ეგვიპტეში ეგეთი ძველ ეგვიპტეში ეგეთი იყო. ეგვიპტელი და ადამიანი ერთი და იგივე სიტყვა იყო. კი. და არა ეგვიპტელი ბარბაროსი არ იყო ადამიანი. ადამიანი არ იყო, ადამიანის კატეგორიაში. მათი ენაც ეგეთია თუ დაკვირდები რა. თუ არა ხარ, არ ვიცი რა უწო ლიბერალი, ხო? არა ხარ ადამიანი. პირდაპირ არ თქვა ევროპა რომ ედემის ბაღია და დანარჩენი ჯუნგლები. დანარჩენი ჯუნგლები. ეგაც ეს არის. ესაც ეს არის, რომ თქვენ ადამიანები არ ახართ. თქვენ არ უნდა მოითხოვთ ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის. არც აგიხსნით ამას. აი ამას არც აგიხსნით, რატო არ გეკუთვნით? იმიტომ რომ როგორ ველაპარაკო ცხოველს დაუშვე, არა ადამიანს. მე არ ველაპარაკებ. ხო, შენ ახლა რაღაცა პრინციპში აი იცი რა არის რა. ინტერმენშენი, კი ბატონო. ჰიტლერის რაღაცა იდეები ცოცხალია. არცად არ წასულა თურმე რა. ხო, ფაშიზმი, კი ბატონო. და ნუ ფაშიზმის თავი ის არის, რომ არსებობენ მათი გადმოსახედავად ჩვენაირები, რომლებსაც არ ეკუთვნით ის უფლებები და ის პრივილეგიები, ადამიანად ყოფის პრივილეგიები, რაც მათ ეკუთვნით. ეგრე არ არის, მეგობრებო. ერთხელ ეს იდეოლოგია სასტიკად დამარცხდა, განადგურდა და შემთხვევითი არ არის, რომ ამ იდეოლოგიის განადგურებაში ქართველებმა მიიღეს მონაწილეობა სიმბოლურად რაიხსტაგის თავზეც სწორედ ქართველი იყო. მე ყველა ქართველზე ვერწყოდი, მაგალითად სალომეს ბაბუაზე, რომელიც SSL-ის ფორმით დადიოდა. გეტყვით არასწორ ხარეს აღმოჩნდა. გეტყვით სალომეზე როდესაც ვსაუბრობ და ერთი მნიშვნელოვანი მომენტია რა. კი კულტურულად ქართველი სალომე აროს არ ყოფილა. არა. კულტურულად ქართველი სალომე აროს არ ყოფილა. არც ფრანგი არა ჩემი. იცი რა საინტერესო რა მე არ წარმომიდგენია ქართულ კულტურაში გაზრდილი გაფორმდეს რაღაცნაირად ფაშისტად. ანუ ეს კულტურა იმდენად ანტიფაშისტურია ქართული კულტურა, რომ შენ უბრალოდ თუ ამ კულტურასთან გაუცხოება აი ვისაც გაუცხოება ისინი ხდებიან ფაშისტები რა. ლიბერალური ფაშიზმი არის ქართულ კულტურასთან გაუცხოებაზე ამოზდილი კულტურული კონცეფცია და პოლიტიკური კონცეფცია. და ამიტომ არის ჩემთვის ეს გამყოფი რა. ამ კულტურაში შეუძლებელია ერთი ფაშიზმი, შეუძლებელია ესეთი ტოტალიტარული აზროვნება და ბაბლების აზროვნება შეუძლებელია. ხო, იმიტომ რომ ისეთ ქვეყანა ყველას იცნობს და უყავდა ჩვენ ქართველი ფაშისტი ჯარში რატო არ იყავდა დედის ერთავარო, ხო? ეს არის ქართველი ფაშისტი, კაი კაცი რა, ანუ სინამდვილეში ფაშისტი თუ არ არის რა. აქ არის ერთი ეხლა ჯარში ერთავარო. შიდა იმას ვიტყვი, შიდა გარეის თქვით, შიდა რაღაც შევაჯამებ წელს. ეხლა მთავარი რაც მოხდა, ეს არის ის რომ ესეთი მძლავრი პროექტი და თავის ტექნოლოგიებით, თავისი ფინანსებით ყველაფრით ევრომაიდანის პროექტი ჩავარდა. მთავარი ეს და არა ერთხელ ორჯერ იყო მცდელობა ამ წელს, ხო? ორჯერ იყო. ტრამპის გამო ხო არ ჩავარდა? ერთ-ერთი იმძეზე იქ ხო არ არის? ტრამპის გამარჯვება. ფაქტი ახლა მე ხო არ ვამბობ ამას, ეს თქვა სააკაშვილოს და ეს თქვა ტრამპის ინაგურაციამდე გვაქვს დრო. ფაქტია, რომ ეს იყო იმ ადმინისტრაციის პროექტი, ეს იყო და სხვათა შორის, აი ის რომ ეხლა ესე მოქმედებენ ცარიელი ტექნოლოგიებია. აი ნახეთ, ვიღაცამ თქვა რომ ეხლა ეროვნული სიმბოლიკა გვჭირდება იქ ზემოდან გლების შვილების მარში გააკეთეს. გლების შვილების მარში ხორუმი გააკეთეს, რაღაც სიგიჟებს ქალების ხორუმი. ხო, ქალების ხორუმი. და როიგალობის საფულზე? რას თავარია, აი ძალიან ესეთი მნიშვნელოვანია. რომ ეს ტექნოლოგია კი ინტენსიურია, ეს ტექნოლოგია კი არის ფარისეულური. აი ესეთი ფარისეულური როგორც ეს ტექნოლოგიები არაფერი არა. შინაარსი არა. მაგრამ უბრალოდ არც ისა ფორმა შინაარსი არის. საზოგადოებამ ისწავლა როგორ გამომკლავდეს. 50 კაციანი ჯგუფები რო დადიან ქალაქში და ატომასტერების მარში. ძალიან მაგარი მარში. აქციაზე გამოდით წინამნა შემთხვევაში რუსეთში აღმოჩნდებით. თუ აქციაა, ხო? მაგას მეხვეწები. მე ხო ჩემით გამოვიდოდი რომ ვიცოდე ეს. არა, რომ დაინახავ დანამუსტები რა. ნუ მოკლედ დაბულინგდები. და თურმე დამბულინგებელები, აი თუნდაც ბიზნესის წარმომადგენლები, პირველები არიან ვის შეულობენ ოკუპაციაში და ის საიდანაც 23 ტონა ამოიღოს ეს იმისი ფეირვერკები. ხო, ფეირვერკების ის ადამიანები პირდაპირ ხელფასი იღებს რუსეთისგან, ხოშტარიაზე მაქვს მე საუბარი. ხო, და მოდი მაგას თავიდან თავარი ხა რა არის? თავარი არის ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა. თავარი არის ის, რომ ქართულმა საზოგადოებამ პირველად საკუთარი თავში დაძლია ეგრეთ წოდებულ აი გოიმომეტრიის კონცეფციას, რომ იქ დასავლეთიდან ვინმე რა სიტყვის ვაიმე ხო იყო ეგეთი ისინი შიშები რა.
თურმე არ აქვს მაგას არსებითი მნიშვნელობა. თურმე ინტერესები არის უფრო მნიშვნელოვანი და ქართულმა ადამიანმა დაინახა საქართველოს ინტერესები. ქართულმა ადამიანმა დაინახა, რომ საქართველოს სჭირდება მშვიდობა, საქართველოს სჭირდება შუა დერეფანი, საქართველოს სჭირდება ევროპასთან ინტერესებით ლაპარაკი და არა რელიგიური თაყვანისცემა და საქართველოს სჭირდება, რომ მისი ქმედებები, მისი ლოგიკა იყოს აგებული პრაგმატულ ინტერესებზე და ბოლოს დავთავარია. ეგ ალბათ ჩვენი ეროვნული იდეა უნდა იყოს, რომ საქართველოს არ გახდეს არასდროს მეტი სახელმწიფო გადატრიალებების, რევოლუციების, ეგრეთ წოდებული რევოლუციების, სამხედრო პუტჩების ქვეყანა. იმიტომ რომ აი საქსის ეს თქვა რომ იქ სადაც მოხდება ეს ახლა ის მინიმუმ 10 წლით სახელმწიფოდ არ ჩამოყალიბდება. რა თქმა უნდა. და უკრაინის საერთოდ არ შეიძლება ჩამოყალიბდეს. ანუ ის სახელმწიფოები დღეს რომლებიც ვერ გაუძლებენ აი ესეთ რაღაცებს, ხავერდომა რევოლუციებს და ასე შემდეგ. ისინი აი ამ ეპოქაში სოფლიო გადანაწილების საერთოდ ვერ გაუძლებენ გამოწვევას. ჩემი აზრით ტენდენცია არის სუვერენიტეტის გამყარებისკენ. აი აზერბაიჯანის პრეზიდენტს უსმინე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა. არის ვინმე დებილს ბევრი უნდა აუხსნა, რომ აზერბაიჯანი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანაა ჩვენთვის, ვიდრე ამერიკული შეერთებული შტატები. აი ესე არა გვაქვს ჩვენ ან მაგალითად აზერბაიჯანი აღიარებს თუ არა არჩევნებს თუ ვიღაც ევროპელი ბელგია ან ბიუროკრატი ან ვიღაცა რა ხო არა ლიტვა თუნდაც რომელი უფრო მნიშვნელოვანი ანუ აზერბაიჯანთან კეთილმეზობლური ურთიერთობა ნიშნავს ჩვენს ენერგეტიკულ სტაბილურობას ეთნიკურ სტაბილურობას პირდაპირ ვიტყვი და სომხეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობა ბევრ ამას ნიშნავს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ბელგიასთან არ გვაქვს ესეთ თავარაბაროთი და ამერიკასთან საკონელბრუნვა, მაგრამ გამოვიდა და იძახის რომ მაკრონი ცუდი კაციაო და რაღაცები თქვა და მე გავიგეთ თუ წერე რომ კალედონიაში პრობლემები რო არის შეიძლება ფინანსდება იქიდანაც რა შეიძლება თუ არაუდი არსებობს ანუ ისწავლეს რა კაცემა პასუხის ეხლა კიდე ერთხელ ვამბობ ყველა ისწავლის ამას რაღაცა ტექნოლოგია რბილიძარის ჰქონდათ ამათ ექსკლუზიურად ეხლა ყველა ისწავლის ამას ეგ უყურებენ და ხედავენ და ყველა გადაიღებს რა კი ბატონო ეს წელი ჩემი აზრით შიდა პოლიტიკაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი რაც საზოგადოებას ხშირად აკლდა იყო მთავრობასა და ესე მოსახლეობის უმრავლესობას შორის რაღაცნაირი სინთეზი მაგრამ აი გამოწვევებმა რაც აი ეგზისტენციალური გამოწვევები იყო აი ეს სინერგია შექმნა რა აი ეს ამ სინერგიის გამოხატულება იყო მაგალითად ოჯახის სიწმინდის დღეს 17 მაისის 100,000 ადამიანი რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამოვიდა ამის გამოხატულება იყო 29 აპრილს ის უამრავი ადამიანი რომელიც გამოვიდა და ამით ყოველ ჯერზე იმის საპასუხოდ რომ ეს აქტიური უმცირესობა მოლაპარაკე მოჩხუბარი დამბულინგებელი უმრავლესობის უმცირესობის საპასუხოდ დინჯი ქართველი საკუთარ ფესვებში დარწმუნებული გამოდიოდა და ამბობდა რომ ხედავთ ცოტანი ხართ მეტნივართ თუ დაცვაზია მეტნივართ გითვალისწინებთ მაგრამ ძალიანაც ნუ მიას მოასწავთ ეს იყო ორი შემოტევა გაზაფხულის და ეხლანდელი მაგრამ ორივე რაც მნიშვნელოვანი რაც ოცნება წინა წლებში არ ახასიათებდა ოცნება იყო მოპასუხე ყოველთვის იმ გარე ძალებზე სუვერენიტეტის დამ რა გამოიწვია რომ ახლა ის გახდა ასე ვთქვათ ინიციატორი იგივე კანონის შემოbrunება და მიღება გამჭვირვალობის კანონის რაც იყო ერთი გამარჯვება დასწრება იმოვლენები მოლაპარაკების გადადება ხო ფორსირება რაც ესე ბიძინა ივანიშვილმა ახსენა და რაც ხადია ძალიან კარგი იყო და ეხლა დასწრება იმისა რომ ყოველ კვარტალში არ გამოვიდეს ვიღაცა და არ თქვა რომ აი ევროპაში არ შედიხართ არ შევალთ რა ანუ ეს სისულელი ანუ მე იმას ვამბობ რომ ქართულმა პოლიტიკურმა კლასმა ამ შემთხვევაში სამწუხაროდ ეს არის მხოლოდ სახელისუფლება ჩვენ გვინდა რომ ყავდეს ოპოზიცია უკეთესი მაგრამ საშუალება მოუსხო ხო და ისწავლა რომ ინიციატივა თვითონ აიღო აი ეს იყო მნიშვნელოვანი და ეს ყველაფერი ცხადია ხდება და ეწერება იმ საერთაშორისო კონტექსტში, რასაც ქვია სუვერენიტეტის ზრდა, რასაც ქვია ტრამპის გამარჯვება და რასაც ქვია მათ შორის ეგრეთ წოდებული, რასაც ბორელი ჯუნგლებს უწოდებდა, რანაირი ჯუნგლებია ჩინეთი, საერთოდ ბორელი რომელი ქვეყნიდანაც არის, ის ქვეყანა იყო ჯუნგლები, როცა ჩინეთში დამწერლობა იყო და ბიუროკრატიული სისტემა ჰქონდათ, აწყობილი ისე ყველაზე კარგი სოფლიოში, ხო? ევროკავშირს უარ დაესიზმრება და ეხლა და რატო უნდა ჯუნგლებთან ვაჭრობა? რატო გარბიანეთ ჩინეთთან, ხო? ანუ ეს ჩვენ დავინახეთ
ნახეთ, რომ ეს ისეთი კლიშეები, როგორც არის ცივილური სამყარო, რაღაც ესეთი ტიპის კლიშეები, აი უფრო და უფრო მეტად დასაცინი და ეს ყველაფერი აისახება ჩვენს ქვეყანაზე ძალიან. 90-იანების შემდეგ, რაც დე იურე ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ვითომ და დამოუკიდებლობა, ჩვენ ხო კარგად ვიცით, რომ რანაირი იყო? ანუ დამოუკიდებლები არ ყოფილვართ, ხო, ხან რუსეთის რაღაცა ფორმით ვიყავით რუსეთთან დაქვემდებარებაში და მე ეს ჩაანაცვლა ევროპამ და ამერიკამ. ფაქტიურად უკვე ბოლო რამდენიმე წელია რაღაცა ირიბად თუ დაფარულად ვიბრძვით რეალური დამოუკიდებლობისათვის და აი 2024 წელმა დაგვანახა, რომ დღეს არის გარდამტეხი ბრძოლა. ჩვენ ვიქნებით ან დამოუკიდებლები, როგორც ქვეყანა, სუვერენული ქვეყანა, ან არა და იმაზე უარესი მონები გავხდებით, რაც აქამდე ვიყავით და მანამდეც კიდე საბჭოთა კავშირის პერიოდში, რასაც ჩვენ მონობას ვეძახით. სხვა გამოსავალი არ გვაქვს. დღეს მართებს ქართველებს ყველაზე მეტად გამოიჩინოს წინდახედულება და სიბრძნე. და ფაქტიც არის ხო, დავინახეთ ჩვენ რომ რაღაცა ფორმით არ აყნენ იმ საშინელ ბულინგი დავარქვათ, ზეწოლას, მოდი ასე ვთქვათ, ზეწოლას ფაქტიურად ამერიკის შეერთებული შტატების ეს არის 300 მილიონიანი მონსტრი და ევროპის 500 მილიონიანი მონსტრის ზეწოლას გაუძელით აქამდე. ფაქტია, ხო, ესეთი რამე არ ყოფილა საქართველოს უახლეს ისტორიაში, იყო საბჭოთა კავშირი, მერე ნელ-ნელა წაგვიღეს. ანუ მაშინ, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობით ვიბრძოლეთ 90-იან წლებში, მაშინ საბჭოთა კავშირი იყო დაშლის პირას, მოდი ასე ვაღიაროთ რა. ჩვენ მაშინაც შეგვეძლო რაღაცა ფორმით უმტკივნეულოდ გამომძვრალიყავით, როგორც ეს ბალტიის ქვეყნებმა გააკეთეს, მაგრამ ჩვენმა გამოუცდელობამ ქართველების რაღაცა სიფიცხემ და ალბათ პირველობის სურვილმა მიგვიყვანა იქამდე, სადამდეც მიგვიყვანა. მაგრამ ამას თავი დავანებოთ, მაგრამ ეს საზოგადოება, რისაც ჩვენ გვეშინოდა, თურმე ვენაცვალე ქართველებს დაბრძენებულა, დაჭყიანებულა და საკუთარ შეცდომებზე ისწავლა. რა თქმა უნდა, პრაგმატულად აფასებს, რა თქმა უნდა ისწავლა, აბა ეხლა მარტო თავის შეცდომებზე არა, სხვის შეცდომებზე. უკრაინას ხო უყურებს ახლა ქართველი. ანუ წარმოიდგინეთ, რომ 50 მილიონიანმა უკრაინამ რასაც ვერ გაუძლო 3 მილიონ ნახევრიანმა ქვეყანამ. ეს არის ქართველების გონის, გენის და სიბრძნის დამსახურება. მეტი არც არაფერი. თორემ მეთოდები არანაირად არ არის შეცვლილი. 20 საუკუნე რატო ვართ ქართველები მივხვდით ახლა? რა თქმა უნდა, ეხლა უფრო დავრწმუნდით იმაში, რანაირად შეიძლება გამომძვრალიყავით და მოსულიყავით. რა თქმა უნდა, კიდევ და კიდევ ვერასოდეს ვერ ჩავწვდებით და მივდივართ იქამდე, რომ ღმერთის ხელი ურევია და ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, მაგრამ აგერ გამოიჩინა ხალხმა სიბრძნე. როგორ შეიძლება, ანუ უყურეთ როგორ არის ისტორიას რომ გადავხედავთ, ხო, ვამბობთ ხოლმე როგორ შეიძლება საქართველოს აქამდე მოეღწია. გავადრო, რაღაცა 100 წლეული და ვიღაცა ჩვენსავით ქართველი ადამიანი, რომელიც ისტორიას წაიკითხავს და რა თქმა უნდა, თუ სიმართლეს გაიგებს იმასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა სინამდვილეში საქართველოსთან მიმართებით და ბოდიში იქაური არქივების რო აღარ იქნება საიდუმლო და ნახო რა მხელა. ანუ რასაც დღეს ჩვენ უყურებთ, ამას თუ ქართველი 100 წლის შემდეგ ნახავს, ნამდვილად დაისმევა კითხვა, როგორ გაუძლო საქართველოს, როგორ მოვიდა აქამდე. ამაში ვიყოს დარწმუნებულები. აი, სულ პატარა რამდენიმე ფაქტი, რა ხა წერა გერმანია ახსენეთ და გაოცებული ვარ 2 დღის წინ გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრი მაგათი ხო? ანალენა ბერბოკი, ის გამოშტერებული ფიზიონომის ქალი რო ყავს, რაც ფიზიონომია აქვს, ისეც არის. აღარ იქნება ცოტა ხანში ეგ მინისტრი. და უყურეთ რა განცხადებას აკეთებს ხალხო. მთავრობა აღარ აყავს. მისი პარტია ბოლო ადგილზეა გერმანიაში. არჩევნები არის დანიშნული აგერა კარსა თებერვალში. იანვარია აგერ, იანვარი მკვდარი თვია, ყველა მითის მარტო საქართველოში კი არა, ყველგან ეგრეა, იანვარია და გაცხოველებულ მზადებაში რომ უნდა იყოს ეკონომიური კრიზისი ზედა აქვთ კიდე, ეს ხო ყველა მითის. და მზადებაში რომ უნდა იყოს, თქვათ იქ რაღაცა. ხო, პარტია. თავისი პარტია პოლიტიკურად განცხადებას აკეთებს, რომ
საქართველოსთან მიმართებაში, ანუ იცლის საქართველოს და ჩვენო ხო დაუწესეთო სანქციებიო ის 230 მილიონზე ვლაპარაკობ. ეხლა პარტნიორებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, კიდე როგორ გავაფართოვოთ სანქციებიო. ეხლა ამის შემდეგ კიდე ვინმეს ეჭვიეპარება, რომ ინტერესი საქართველოსადმი არის სულ სხვა. ამას რომ ბერბოკი და გერმანიის არც ერთი ლიდერი არ არის გერმანიის ინტერესი ეხლა. ამაში ვინმეს ეჭვიეპარება. არც საფრანგეთს არ აქვს საქმე, არც საფრანგეთს და გერმანიის პირველი პირები გამოვიდნენ. არც იციან ხალხო. არ არიან ეგენი. წარმოიდგინეთ. აი მასია. წარმოიდგინეთ რას გაუძელით CIA-ში ზის ამერიკის შეერთებულ შტატებში. კლოკებს აჭერს. სპეციალური სამსახური იმისთვის რომ საქართველოში მოახდინოს რევოლუცია და ყოველ დღე დილით რომ ხო გინახავთ სამსახურში ვინც მუშაობენ რომ აი თქვათ გერმანიამ ეს განცხადება უნდა გააკეთოს საფრანგეთმა ეს ბალტიის ქვეყნებმა ეს და რა უნდა მაგას სულ რამდენი ქვეყანა ხო დაუგზავნიან ასე მითითებებს და ეს უბედურების დგანა და აკეთებენ განცხადებებს რა უნდა მოხდეს საქართველოს როგორ უნდა მოახდინოს ზეწოლა მაკრონმა რო გააკეთა განცხადება ფრანგები უწევდნენ სულელი ხო არა რა დროის საქართველოა აი ხა ნორმალური აი იღი გერმანელი რომელიც ამ განცხადებას მოისმენს და რა კითხვა გაუჩნდება რა აზრი დაებადება თავში თავისი თავი გაჭირვებია ამას და საქართველოში ლაპარაკობს იმაზე როგორ უნდა დაუწესდეს სანქციები და არ გეგონოთ მე იქ საერთო განმარტება გაკეთებული რასთან დაკავშირებით არის სანქციები ანუ არჩევნების გაყალბებაზე კი არ საუბარია არა ბატონო აქ არის დემოკრატიის უკუსლაზე რომელიც არის ორკანონზე ისევ და ისევ LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ და გამჭვირვალეობასთან დაკავშირებით და მე ბოლოში რაღაცა ფორმით არის რაღაცა ესე მიგდებული რომ თურმე მომშვიდობიანი მომიტინგეები რომლებიც კურს ხელისუფლების კურს აპროტესტებენ იმაზე ასე თქვა ძალადობა ეს არის და ეს და ამისთვის გერმანიის ხელისუფლება დროებით რაც არის ყოველი შემთხვევისთვის მიმავალი ხელისუფლება რაღაცა ერთი თვეღა აქვს დარჩენილი იმისთვის რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და საქართველოზე მსჯელობენ პარტნიორებთან სანქციები როგორ დაუწესონ ეს არის სრული სიგიჟე ხალხო ვიღაცა როცა ტრამპი ილონ მასკის პირით ეგენი ყველანი სულელები და დებილები არიანო და AfD უნდა გაიმარჯვოს უილი რა თქვა პირდაპირ კაცო შორსიო არისო სულელი და შორსმა რა თქვა იცი რა აქვს ყველას აქვს გამოხატულება ჩაიკუკა რა მე განცხადებებს დააკვირდით ხალბატონებო და ბატონებო ჩვენო ის ფულიო რაცო შეუჩერეთო ხელისუფლებას უნდა მივცეთო ქართველ მედიასო და ხალხსო არა ხო ანუ NGO მედია ქართველ ხალხსო ანუ ქართველი ხალხი არ ყოფილა ხელისუფლებას როდესაც ფულს აზრენ ნახე როგორ გვატყუებენ და ყველა გადაცემაში ვაფიქსირებდი რომ ესენი ჩვენ ადამიანებად არ გვთვლიან გენაცვალეთ ზუსტად ეხლა დღეს აღარ გავბრაზდები იმასთან დაკავშირებით კარგია რომ ესენი ჩვენ ადამიანებად არ გვთვლიან ჩვენ როგორც რაღაც ადამიანის ხარისხში არ გვიყურებენ არც არავის ჩვენი კულტურა არ აინტერესებს არც არავის ჩვენი ისტორია არ აინტერესებს არც გენი აინტერესებს არც ჯიში და ჯილაგი არაფერი არც ადამიანები არ ვართ უყურას ამობენ ჩვენო მთავრობას აღარ მივცემთ იმპულსო და მივცემთო ქართველ ხალხსო ანუ ფული რომელიც ბიუჯეტში შემოდის ბიუჯეტიდან მე საზოგადოებაზე იხარჯება ესო ხალხი არ არიანო ხალხი არიან ისინი ვინც არიან მათი აგენტები ანუ მივცემთ პირდაპირ განაცხადეს ხო ჩვენ ფულს მივცემთ აგენტებს რომლებმაც უნდა გაატარონ ჩვენი ინტერესები მორჩა და გათავდა ანუ თქვენ ხალხი არ ხართ და აი ხალხი არის ის ვინც ჩვენ გვინდა და ვინც ჩვენ გაინტერესებს მაგრამ ეს დროებითია არ ეგონოთ ამ საწოდავებს რომ დღეს როდესაც მათ ხალხს უწოდებენ ხვალე ესენი მათთვის ისევ ხალხის კატეგორიაში გავლენ არა გადავლენ იმ კატეგორიაში რასაც თქვა დღეს ვეჭირდები და ამას გვეძახიან ერთი რამე ყველამ დაიმახსოვროს ფულს არავის ტყუილად არ უხდის უფასო ყველის ათაგურში ძალიან მარტივი მაგალითი მექსიკას და კანადას წეგან ახსენეთ უთხრა თუ არა რომ ჩვენ ამდენ ფულს ხარჯავთ თქვენზე შესაბამისად თქვენ იქნებით ჩვენი შტატები სხვა შემთხვევაში მიიღებთ იმას რასაც დაიმსახუროთ ხო ასეა რა ანუ ფულს ხო არავინ არ ევროპას რასეუნება უილა ხო ევროპას თავი დავანებოთ ანუ იქვე გამოაჩინა თუ არა რომ ჩვენ ზარალობთ თქვენ
გესდებათ ეკონომიკა. ეგრე არ გამოვა, ჩვენ ხარჯზე არ გიქნება. მე ფულს გაძლევ და გინახავთ რამდენიმე მილიარდს ხარჯავ, შესაბამისად უნდა იყოს ჩემ დაქვემდებარებაში. კი, აბა ისე წადით და რაც კი დემოკრატიის მექაში ხო დაგვანახეს კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები. დემოკრატიულია, ხალხო, რატო გონია რომ ეგ არ არის დემოკრატიული? ფულს თუ იღებ, უნდა შეასრულოს ზაკაზე. აბა ხო არ ხო, ანუ ჩვენებსო ფულს აძლევენ ზაკას ასრულებენ და ჩვენ ახლა ზაკაზე არ შევასრულეთ, აღარ მოგცემენ. აი ვინ ზაკას შეასრულებს იმათ აძლევს. გიშველა ღმერთმა. გადავიდეთ ეხა დანარჩენი ძალიან ესე მოკლედ. რაც თავარია, კიდევ ერთი ის აღნიშნეთ რომ საზოგადოებამ ჩვენ გვაქვს უკვე იმის იმედი რომ ჩვენი ქვეყანა არასოდეს არ დაიღუპება და აუცილებლად წინ წავართ. ეკონომიკასთან დაკავშირებით ორი სიტყვა უნდა ვთქვათ აუცილებლად, ხალხო, ყოველწლიურად და განსაკუთრებით წელს იმ სიტუაციაში, რაც ხდება ჩვენს რეგიონში, რაც ხდებოდა აზერბაიჯანი სომხეთთან დაკავშირებით, აგერ უკრაინასთან დაკავშირებით, ახლო აღმოსავლეთში, აგერ სირიაში ბატონებო რაც მოხდა, სასწაული, იქ ხო სასწაული, კოსტუმი ჩააცვეს ტიპს, რომელზეც 10 მილიონიანი ჯილდო იყო გამოყოფილი და ეხა გვეუბნებიან ისო, რა ქვია, დემოკრატიის შუქურა გახდება ცოტა. ვერ დასტარდება ეგ. ამ სიტუაციაში ჩვენმა ეკონომიკამ 10%-იან ზრდას მიაღწია. ეს არის სასწაული. სასწაულების მაიმ წეღარო საუბრობდით იმ ერთი საუკუნის მერეც იტყვიან იმაზეც რანაირად შეიძლებოდა რომ აქ ეკონომიკა ესე ყოფილიყო და ყველაზე მთავარი მინდა თქვა საზოგადოებამ დაინახა რომ აქამდე რომ ვეფერებოდით აქამდე რომ ეჭვები გქონდა იმასთან დაკავშირებით რომ ვიღაცა შეიძლება გონს მოეგოს არ არსებობს ნაცი არის ნაცი ვერ მოეგება გონს ვერ მოეგება არ მიცემენ მას საშუალებას უფლება ფულია გაღებული გასო ეგ არის რა მას საშუალებას არ მისცემენ რომ აგენტია დაწყნარდეს დამშვიდეს და დაისვენეს არა გამორიცხულია ესეთი რამე არ მოხდება ამიტომ ხომ დაანონსდა უკვე ჩვენ დავდექით აგერ არის ზღვარზე ან ესენი ქვეყანა უნდა გავათავისუფლოთ ამ აგენტებისაგან ეს იქნება სასწაული და ხელისუფლებამ დაანონსა არასამთავრობოების ჩამოყალიბებისა და დაფინანსების შესახებ. ეს არის ძალიან მაგარი პროექტი, რომელიც წონადი იქნება აი ამ ფაშისტების და ტროცკისტების და შესაბამისად, ვისაც ტვინი აქვს იქ რომ გარეთ არიან, იმ ხალხმა უნდა ხელი შეუწყოს ხელისუფლებას ამ 4 წლის განმავლობაში ნაცებისაგან რომ გათავისუფლდეს ქვეყანა და აი მერე პოლიტიკურად ებრძოლეთ და ეცადეთ რომ ჩაანაცვლოთ ქართული ხელისუფლება. ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ ნაბიჯებს, რომელიც იქნება სამაგალითო ევროპაში, ამერიკაში და ქვეყანაზე. ჩვენ ამით ბოლო გადაცემა ამ წელს სწორედ. მერე გადაცემები იქნება იმის დედავატირე. დიდი მადლობა გვიყვარხართ. ჩვენ ვიგზენით ჩვენი გადაცემის მაყურებლებო, ვიგზენით თქვენი სიტყვა, გზნობთ ამას. პოზიტივის მაყურებლების დიდი მადლობელი ვარ თქვენ რომ არა ჩვენ არ ვიქნებოდით ჩვენ დუხი იმიტომ გვაქვს რომ გვამხნევებთ და უყურებთ ამას რეიტინგებში ქუჩაში ვხედავთ ამას და ამ შემდეგ ჩვენ იმედებს არ გაგიცნობთ კარგად გზამდებოდეთ მომავალ წლამდე